ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას მაღაზიათა ქსელ კალიბრის ფილიალიდან, ხო? რუსთავის ფილიალიდან მოგესალმებით, მაღაზიათა ქსელ კალიბრის რუსთავის ფილიალიდან და სტუმრად ირაკლისთან. ირაკლი, რუბრიკა სტუმრად ირაკლისთან. ხო, რუბრიკა იყოს ეგეთი. მეგობრებო, მაგარი საინტერესო სიახლე არის კალიბრში. ამერიკული ვერსიაა შემოსული ჩვენს ბაზარზე. რატო ამერიკული? საერთოდ რა ხდება? სხვა არ შეიძლება ყოფილიყო? პოპულარული არის ამერიკაში უფრო ეს კალიბრი 10 მმ ავტოზე გვაქვს საუბარი მოკლედ რა და შედარება გვინდა გავაკეთოთ 9 მმ-იანსა და 10 მმ-იან შორის თეორიული შედარება. მე პრაქტიკულსაც გადავალთ, როცა დადგება ჟამი იგი მოვა დრო და გასვლებსაც გავაკეთებთ. ცოტა ისეთ ეფექტურად თუ დაზიანდეს ისეთ სამიზნეები მინდა რომ დავაზიანოთ. მაგალითად წყლისავზე ბოთლი ან გოგოს ვიყიდოთ, ყარფუზე ვიყიდოთ საზამთრო, ან გოგრავეთ ხო 4 მეს და აღარ დავბერი ხადი არ გავიგე. ვეცვეცილურად თქვი რომ არ გაიგე. მოკლედ და მინდოდა მესაუბრა ამ კალიბრის, ესე 10 მმ ავტო. აი ეს არის 10 მმ-იანი ავტო, ნახე და წარმოუდგენა რომ შეგექონათ. მაინც ერთი არ გავიქცეთ ძალიან შორს, მე მინდა ვიკითხო ესეთი რამ, რომ საკმაოდ შევადარო, აი, ურე. ხო, ეს 19 ლოგერია. ეს 10 მმ ავტო და დიდი არის ნამდვილად. კი, ნახე მთლიანი 9 მმ-იანი მთლიანის სიგრძეა რა, მოკლედ. ხო, დანიშნულება რა აქვს ზოგადად, აი ძალიან საინტერესო არის. ეს კალიბრი ძალიან უყვართ. 9-19 ვერ იმუშავებს ისე როგორც სიტყვაზე ეს 10 მმ. რა თქმა უნდა, უყურე, აი მარტო სუფთა თეორიულად რო შევხედოთ, უყურე, ეს ვაზნა 10 მმ ავტო არის 180 გრეინი და 11.7 გრამი თავი ჭურვი. 19-ისა არის 115 გრეინი, ეს კონკრეტული ვაზნა და 7.9 გრამი. კაი, ეხლა მაშინ კითხვა მაქვს ეგეთი პისტოლეტზე 9-19-ს ხო აქვს რაღაცა გარკვეული უკუცემა? იმას გაცილებით ხო, შუა კითხვებს ამისო, ხო. აი შეიძლება ხელით მოგტეხო. არაფერი არა, არანაირად, არა, ეგ გამორიცხე და რატო? აბა? თვითონ იარაღიც ისეა კონსტრუქციულად ისეა გაკეთებული ამ კალიბრის იარაღები, რომ ამ უკუცემას ასატანსხდის და თვითონ ვაზნაც ისეა დაბალანსებული, რომ გაისვრი 9-19 ლოგერს და მე 10 მმ-იანს თუ არ გითხრეს რომ აი ძალიან ძნელი გასარჩევია რომელი უნდა ეს კი ძალიან სერბილი კარგი ის აქვს და უკუცემა აქვს და სხვადასხვა ძალიან ზუსტიცაა სხვადასხვა მანძილებზე გარდა ამისა მიუხედავად იმისა რომ ბრტყელთავიანია კი ბევრად დიდი ენერგია მიაქვს სამიზნემდე აი ამ კალიბრს და ზუსტად მიზანი და შინაარსი ამ კალიბრის შექმნისა იყო ის რომ ძალიან ადვილად აჩერებს ცოცხალ სამიზნეს ან მოხვედრის შემთხვევაში შანსს არ უტოვებს რომ აი 9-19 შემთხვევაში კიდე შეიძლება გაფაფხურდეს რაღაცა ხნას მაგრამ ეს ვაზნა მოხვედრილი თუნდაც არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში შემაჩერებელი ძალიან დიდია იწვევს ისეთ ტკივილის შოკს და ისეთ უცემას და დარტყმას რომ ფაქტიურად შეუძლებელი ხდება მოწინააღმდეგემ რომ რაღაცა კიდე მოიმოქმედოს შესაწინააღმდეგო და ზუსტად მაგიტო შეიქმნა ძალიან პოპულარული არის ამერიკელ სამხედროებში ეს კალიბრი ამ კალიბრზე არის შექმნილი ძალიან ბევრი ცეცხლსასროლი იარაღი მათ შორის გლოკებიც მზადდება 10 მმ ავტოზე ჩვენ სამწუხაროდ არ აქვს 9 მმ მაგრამ სიახლე იქნება სულ მალე შემოვა კელტეკის საბური 1000-ები ამავე კალიბრზე და მე ალბათ პრაქტიკულად ვაჩვენებთ ჩვენ 10 კალიბრის. ვა, რა საინტერესო არის. როდის ვაჩვენებთ მე როდის ველოდებით ეს ყველას გვაინტერესებს. მალე იქნება უკვე კი. ძალიან მალე იქნება უკვე ეს ამოვიდა. ზუსტი რიცხვი არ ხო, ზუსტად ვერ გეტყვით ყოველი რო არ გამომეცემ, რომ მალე იქნება და იქნება თუ არა ანონსი გაკეთდება აუცილებლად. ამ ინფორმაციას გავახდეთ საჯაროს მოკლედ და მე უკვე პრაქტიკული სრულებით შეიძლება რომ გავაკეთო და შედარება 9 მმ-იანისა და 10 მმ. ფასში ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. არა, სხვადასხვა ფასში სხვაობა არ არის. თუ 115 გრეინიანი 9 მმ-იანი ვაზნი 140 10 მმ-იანი უყურე 180 გრეინიანი 11 გრამზე ეღირება ლარი და 60. მიახლოებით ალბათ. ხო, მიახლოებით ფასია, დაახლოებით საორიენტაციო, იმიტომ რომ
ამ ვაზნებშიც და ამ ვაზნებშიც განსხვავებებია სიძლიერის მიხედვით გრეინების მესმის. უკვე იქ ვოლირებს ფასიც შესაბამისად იცვლება ფასი რა. Selior and Beloti მეგობრებო. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ვაზნები არის. მე პირადად მაქვს გამოყენებული 9-19-ის ვაზნები და საკმაოდ კარგ შედეგს მაძლევს. ერთი შეკითხვა მაქვს. Full metal jacket-ი არის თუ soft point-ია? არა, full metal jacket-ია ორივე. FMG-ია ორივე. მოდი ესეც განმარტოთ მეგობრებს უთხრათ რა არის ამ ორ ტყვიას შორის სხვაობა. Full metal jacket ნიშნავს, რომ full metal jacket ერთიანი, ну ჭურს აქვს ერთიანი შეხედე დაფარული თავი რა, ანუ ჩახვრეტილი თავით და ორშრიანი გარსით არ არის. ერთი გარსშია მოთავსებული ტყვია, full metal jacket. ანუ გაცილებით უფრო მყარი შენადნობი არის თან პარალელურად. კი, მყარია და მოხდრისას ძალიან არ დეფორმირებს. კარგი შეკითხვა დამესვი ახლა შენ და მინდა რომ გავაუცო კიდე ამ ორ ვაზნას შორის სხვაობა რა იქნება. იმასაც უცად ვთქვი, ჯერ ამაზე გიპასუხებ. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. Full metal jacket, ანუ ერთიანი რუსულად ერთი მთლიანი არ მინდა რუსულ ტერმინები თქვა და ქართულად ვერ მივუწოდი ახლა. არა უშავს. მთლიანი თავით არის მოკლედ რა და არის კიდე მეორე ვარიანტი ჩახვრეტილი თავები რო აქვს ხოლმე და ექსპანსიურები როა ეს. და soft metal jacket-ი არის კიდე ისეთი ვარიანტი, რბილი შენადნობი არის. რბილი თავი აქვს, პლომბომის თავი აქვს რბილი და იგივეც ექსპანსიური თვისებია. განსხვავება კიდე რომ მკითხა ეხლა განსხვავება ამ ორ შორისო 9 მმ-იანი დიამეტრში ნახე როგორი განსხვავებულია აი ეს თვითონ თავიც რა. დიახ. და ექსპანსიას 10 მმ-იანი გაცილებით დიდ საკეთებს მოხდრის მოხდრის ანუ დეფორმირება გაშლა. ვიდრე 9 მმ-იანი არც საკეთებს პატარას, მაგრამ ნუ განსხვავება იმაშია, რომ დიდია ეს 1 მმ დიდია და უფრო დიდზე იშლება მოხდრის დროს დეტონაციას ქმნის გაცილებით უფრო მეც ჭრილობას ქმნის მეც სიხდენა არის უფრო მეტი და თავდაცვისთვის 10 მმ-იანს უფრო მეტ პატივს და უფრო პოპულარულია ამერიკაში თავდაცვის იარაღით ვიდრე 9 მმ-იანი. ეგრეა იქ. ჩვენთან ახლა შემოდის ეს კალიბრი და ახლა ითვისა ჩვენი მომხმარებელი და ბევრმა იცის კიდევაც და რა თქმა უნდა ხმარობს. ღმერთმა დაგვიფაროს ამის გამოყენების ასე ვთქვათ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის დონეზე ვფიქრობ, რომ ინფორმაციის დონეზე კი საშუალებას უნდა. და სხვადასხვა ამ კალიბრზე 10 მმ-იან ავტოზე არის სანადირო რევოლვერები და სანადირო პისტოლეტებიც შექმნილი, რომლებიც დამხმარე იარაღად ჩვენთან სამწუხაროდ არა, კიდე ჩემი მუსტკივილი შენ გამბავში. შენ ციგივი გაქვს. ხოლმე ხშირად ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკაში იქსაც დაშვებულია სანადიროდ დამხმარე იარაღის ტარება ძალიან ხშირად ხმარობენ 10 მმ-იანს, ანუ უფრო დიდ კალიბრს, ვიდრე 9 მმ-იანს. გასაგებია. ნუ მაინც 9 მმ-იანი მიიჩნევა როგორც უფრო დამაზიანებელი და რა თქმა უნდა ეს უნივერსალური კალიბრი ეს არ შემაჩერებელია კი, რა თქმა უნდა და დიდ ნადირსაც აი ესეთი დამხმარე საშუალებად უნიკალური ვაზნაა და ძალიან დიდი ენერგიის ხარჯზე უკვე თამამად შეგვიძლია რომ ისეთ დიდ და გაბრაზებულ ცხოველს როგორც დათვია ხოლმე გაბრაზდება თამამად შეგვიძლია რომ შევეცინავთ. ძალიან კარგი. კაი, ჩემო მეგობრებო, მე ვფიქრობ რომ ალბათ ამ ნოტაზე შეიძლება რომ დავასრულოთ ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნეთ, ვინც რა თქმა უნდა კურსში არ ახართ რა ვაზნები არის მაღაზიაში და რავი, ფინალისკენ გავიყვანოთ ალბათ, ხო? და გელით მაღაზიაში მობზანდით, დაათვალიერეთ თქვენი ხელით ნახეთ, წონაშიც კი არის სხვაობა და ფასშიც. ნახეთ. შესაბამისად, ალბათ მე უკვე როცა იარაღებიც შემოვა შესაბამისი, უკვე დაიწყება ალბათ ხალხში პოპულარიზაცია, ასე რომ ვთქვათ. ჩვენს აუცილებლად დავდეთ პრაქტიკული სროლების ვიდეოებს. კი, საჩვენებელ მაგალითებს, კი ბატონო. ცოტა ისეთი სამიზნეები მინდა რომ დავაზრიანო, ეფექტურად რომ დაიშალოს მარტივ მომრავლებლად. რომ ვიდეოშიც გამოჩნდება და ვიზუალურად გამოჩნდება უკვე დამაზიანებელი ეფექტი 9-19 ლოგერისა და 10 მმ ავტოსი. კი, და ძალიან საინტერესო იქნება ასევე კიდე სიზუსტეზეც რომ მოვსინჯოთ ნეტა როგორ იმუშავებს. კიდე ერთხელ შეგახსენოთ რომ იქნება აუცილებლად გვექნება გაყიდვაში ძალიან მალე გვექნება 10 მმ ავტოზე ძალიან პოპულარული კელტეკები მობრძანდით მაღაზიაში ნახეთ, დავაანონსეთ ამ იარაღის მაღაზიაში შემოტანის თარიღსაც და გაცნობებთ კიდევაც და მოკლედ სრულებით ვექნებით მობრძანდით გელით. ნახვამდის. როებით.